საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. $2025 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა $660 მილიონ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ანგარიშის დეფიციტს ეს მოცულობა მშპ-ს 8.5% შეადგენდა. დეტალები რამდენიმე წუთში. განათლების ახალი მინისტრი გივი მიქანაძე გახდა. ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ წარადგინა. მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. მისივე განმარტებით რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 1 და 2 ივლისს გაიმართება. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თელორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. სამთავრობო გუნდში ცვლილებები გრძელდება. ამჯერად თანამდებობა განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ დატოვა, რომელიც ამ მინისტრის გასული წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. როგორც წულაძე სოციალურ ქსელში წერს, გადადგომის გადაწყვეტილება პირადად მიიღო. სად გააგრძელებს ის მუშაობას უცნობია, მაგრამ ცნობილია სამინისტროში მისი შემცვლელი, როგორც დღეს გახდა ცნობილი, განათლების მინისტრის თანამდებობას პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე დაიკავებს. დღეს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ვტოვებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას. მინისტრობის პერიოდში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ. მათ შორის არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს. მადლობა მსურს გადაუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი გივი მიქანაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ. ორი სიტყვა მინდა ვთქვა. მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, მას აქვს მოგეხსენებათ საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და ასევე უშუალოდ განათლების და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან ფართო გამოცდილება. ის იყო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი. ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი სარგებლობდე ასეთი მაღალი ნდობით და ის რეფორმები, რომელიც მიმდინარე არის და ის აქტუალური საკითხები, რა თქმა უნდა, ეს საკითხები კვლავაც დღის წესრიგში რჩება, იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივ ნიშნით ასახული იყოს უმაღლესი რანგით და შესაბამისად მაქსიმალურად მაქვს მზაობა, რომ ის ნდობა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრისგან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოახმარო. მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ წლის პირველ 5 თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8.8% შეადგინა, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის, ანუ DGG-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ მაისის განმავლობაში 14 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა და ეს მაჩვენებელი წლიურად 13%-ით არის გაზრდილი. სექტორების მიხედვით ეკონომიკა ყველა მიმართულებით გაიზარდა. ენერგეტიკის გარდა, საბერძნეთ ზრდის მამოძრავებელი მთავარი სექტორი IT იყო.
2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით, აქედან გამომდინარე 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8.8%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით ნიშნულოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე მშენებლობა. მიუხედავად ამისა, მცირე კლების ტენდენცია გამოვლინდა ორ სექტორში, ეს გახლავთ ენერგეტიკა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორები. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო და კერძო ვალს აერთიანებს. ანგარიშის თანახმად მთლიანი ვალი 25.5 მილიარდი დოლარი, ანუ გასულ ერთ წელიწადში ვალმა 1 მილიარდი დოლარი იმატა, რაც კერძო სექტორის ვალის ზრდითაა განპირობებული. სახელმწიფო ვალმა ამ პერიოდში 11 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 32%-ია. საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას ამ დრომდე არსებული 25%-ის ნაცვლად 40% შეძლებს. კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილებები საქართველოში მეტი ფონდის რეგისტრაციას და შესაბამისად ქვეყანაში გაზრდილ ფინანსურ ნაკადებს გამოიწვევს, რადგან სახელმწიფოს მონაწილეობაზე არსებული მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. ინიციატივას დადებითად აფასებენ კერძო სექტორის ნაწილში, როგორც Foresight Investment Group-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაევი BMG-სთან განაცხადა, საინვესტიციო ფონდები საქართველოს ბაზარზე ახალი მოთამაშეები არიან, ამიტომაც სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია. კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობის ლიმიტის ზრდას, ცალსახად შევაფასებდი პოზიტიურად. პოზიტიურად შევაფასებდი, იმიტომ, რომ დღეს შედეგის სახეზეა, რომ საკმაოდ უჭირთ ფონდებს დაფინანსების მოზიდვა, როგორც ადგილობრივი ინვესტორებისგან, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან. და იმისთვის, რომ მოცულობა და მასშტაბი გაიზარდოს ფონდების, საჭიროა, რომ სახელმწიფომ ამას ხელი შეუწყოს. სასესხო ტიპის დაფინანსებაზე ნორმა მეტნაკლებად ბიზნესებს აქამდეც ჰქონდათ კომერციული ბანკებისგან გამომდინარე. რაც დღეს აკლია ჩვენ ეკონომიკას, არის უფრო მეტად კაპიტალის, ანუ equity დაფინანსება, იმისთვის, რომ კომპანიებს გაუჯანსაღდეთ თავიანთი საბალანსო უწყისები. ჩვენ ქვეყანაში ზოგადად იდგა ეს გამოწვევა, რომ equity-ს, ანუ კაპიტალის ნაკლებობა იყო და აი ეს მექანიზმიც სახელმწიფოს მხრიდან ეს პროგრამა და ეს მექანიზმი მიზნად ისახავს, რომ სწორედ ამ equity ინსტრუმენტების შექმნას შეუწყო ხელი და ჩვენ Foresight-ი მზად ვართ, რომ აქტიური და პირდაპირი მონაწილეობა მივიღოთ, შეიძლება ამ პროგრამის ფარგლებში, ან ამ პროგრამის ფარგლებში თუ არა, ისედაც გვაქვს ჩვენ ეს გეგმა. სარეკლამო კომპანია ალმა სავალო ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს. პირველ ეტაპზე კომპანია 30 მილიონი დოლარის და 8.5 მილიონი ევროს ღირებულების 2 წლიან ობლიგაციებს გამოუშვებს, რომელთა დახმარებით არსებულ ვალდებულებებს გადაფარავს. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე მათ სავაჭრო სისტემაში სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოჩნდება. ტრანზაქცია TBC კაპიტალის და გალთინ თაგარდის მხარდაჭერით ხორციელდება. კომპანია ალმა საქართველოს სარეკლამო ბაზრის ლიდერია, რომელიც სარგებლობს ექსკლუზიური უფლებებით განთავსოს სარეკლამო საშუალებებით თბილისის მუნიციპალურ ტერიტორიაზე და მეტროში, თბილისსა და ბათუმის ავტობუსებზე, მოსაცდელებზე და აეროპორტებშიც კი. კომპანია იკავებს საქართველოს დედაქალაქის ბაზრის წილის 90%-ზე მეც და ფლობს გრძელვადიან ნებართვებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის და სხვა რეგიონების ტერიტორიაზე. თბილისში სასტუმრო ტელეგრაფი გაიხსნა. მრავალმილიონიანი პროექტი Silk Road ჯგუფის ინიციატივით TBC ბანკთან თანამშრომლობით გაიხსნა. როგორც TBC სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი მერი ჭაჭანიძე ამბობს, ეს პარტნიორობა ფინანსურ მხარდაჭერას სცილდება და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში TBC Silk Road ჯგუფის პირველი ობლიგაციის გამოშვებასაც დაუჭირა მხარი. 65 მილიონიანი საერთო საინვესტიციო პორტფელიდან 19 მილიონი, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, მოდის უშუალოდ TBC-ზე. მე მაინტერესებს რატომ არის TBC-ისთვის მნიშვნელოვანი იყოს აი ამ პროექტის ნაწილი თანადაფინანსების აი ამ მოცულობითაც მათ შორის. ჩვენთვის ანუ ერთი ეკონომიკის განვითარება და ჩვენ კლიენტებთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ გვითხოვს რა.
მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო Silk Road ჯგუფი, რომელთანაც გარდა ძალიან ბევრი ფინანსურად წარმატებული პროექტისა, ძალიან ბევრი საერთო ღირებულებები გვაქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება არის კულტურული მემკვიდრეობაზე ზრუნვა. და აი მათ შორის ეს პროექტი ამის ძალიან კარგი მაგალითია, რომ ისტორიული იერსახის შენარჩუნებით როგორ შეიძლება ძველ შენობას ახალი სიცოცხლე აჩუქო და გახადო ესეთ მნიშვნელოვან შეკრების ადგილად. თუმცა ასევე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს არ არის ერთ-ერთი პროექტი და ერთადერთი პროექტი. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობა. და ჩვენ 10 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, როგორც სტომართმასპინძლობის სფეროში, ასევე ტელეკომუნიკაციების სფეროში. როდესაც მაგალითად ერთ-ერთი დიდი ტრანზაქცია, იმ დროისთვის ყველაზე დიდი ტრანზაქცია იყო Silk-ი, როდესაც Geosels ყიდულობდა, მან ძირითადი House Bank-ი იყო TBC ბანკი, თუმცა ამას მერე შემდგომ ასევე მოყვა პირველი ევროობლიგაცია, სადაც TBC კაპიტალი jointly manager-ი იყო ტრანზაქციაზე JP Morgan-თან ერთად და ამას რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი პროექტი მოყვა, იქნება ეს ყველა სასტუმრო, რომელიც დაფინანსებულია, ასევე ერთ-ერთი ჩვენი ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი პროექტი კახეთში წინანდლის სასტუმრო, რომელმაც ახალი მიზიდულობის ცენტრი შექმნა. ასევე კულტურული მემკვიდრეობის კუთხით ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მთავარი სპონსორები და ძალიან გვეხარიათ გუნდს მხარდაჭერას ვუწევთ. თბილისში დიდი ღომში მდებარე გუდვილი დაინგრევა და მის ნაცვლად 60,000 კვადრატული მეტრის ფართობის ახალი მულტიფუნქციური მოლი აშენდება. ტერიტორია 53,100 კვადრატული მეტრია და მას კომპანია ავტოგრაფ მოლი ახორციელებს, რომელიც აღნიშნულ მოლს ფლობს. ბიზნეს რეესტრის თანახმად ავტოგრაფ მოლი 2023 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანია, რომელსაც 3 კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი ფლობს. ავტოგრაფ მოლის 50%-იან წილს კომპანია APCO Development ფლობს, რომელსაც სრულად კომპანია Fininvest საქართველო ფლობს. დარჩენილი 50%-იანი წილი თანაბრადაა განაწილებული კომპანიებზე ბლოქსი დიდი დიღომი და სამშენებლო ინვესტიციები დიღომში. სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზარი იზრდება. გალტენთაგარტის მონაცემებით გასულ წელს სექტორის ჯამურმა შემოსავალმა 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 19%-ით არის გაზრდილი. გასული წლის მდგომარეობით მხოლოდ სამშენებლო სექტორში შემოსავლები 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2019-20 წლებში შემოსავლები გაორმაგდა სარემონტო მასალების სექტორშიც. საშუალო წლიური ზრდამ კი 12% შეადგინა. გასულ წელს ამ სექტორმა 2,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. სამშენებლო მასალების ბაზრის მოთამაშეების ნაწილის შეფასებით, ბაზრის საერთო ტენდენციები იმ შედეგებს ასახავს, რაც კომპანიებში წლიდან წლამდე ფიქსირდება. გორგიას გენერალური დირექტორის თორნიკე გურულის შეფასებით, ბაზარი სტაბილურად იზრდება და მშენებლობის ტემპებიდან გამომდინარე ეს ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. სამშენებლო სარემონტო მიმართულების სფერო და ეს ბიზნესი იზრდება წლიდან წლამდე და ჩვენი კომპანიაც ტრენდს მიყვება და ჩვენც ვიზრდებით ამასთან ერთად. თუ ჩვენ დავაკვირდებით ტრენდებს, ძალიან შეიცვალა ტრენდები, თუ აქამდე დომინანტი ადგილი თურქეთს ეჭირა და თურქეთიდან ჩამოჰქონდა პროდუქტები, ეხლა უკვე ჩინეთი იჭერს ამ მხრივ მოწინავე ადგილებს, იმიტომ რომ პროდუქტის ხარისხის კუთხით, ისევე როგორც ფასების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ჩვენი სფერო დაახლოებით 20%-იან ზრდას აკეთებს ყოველწლიურად. ჩვენ გასულ წელს ჰქონდა 23%-იანი ზრდა და ყოველ წელს ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 20%-ის ფარგლებში გვექნება ზრდა. ეს და დამოკიდებულია რამდენიმე მიმართულებაზე. პირველი ეს არის დამოკიდებული, რამდენად გაიზრდება ზოგადად მშენებლობები. ოთი და გობულეთი შესაძლოა ბათუმს საზღვაო გზით დაუკავშირდეს. როგორც ბათუმის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია City ინსტიტუტის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე BMG-სთან ამბობს, გობულეთის და ფოთის ბათუმთან დაკავშირება თავისუფლად შეიძლება, ხოლო კომპანია საზღვაო სატრანსპორტო მიმართულების განვითარებას განიხილავს. ქალაქის გენერალური გეგმის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბათუმმა უნდა შეიძინოს სხვა საქალაქო ფუნქციები, რომელიც ეკონომიკური სფეროს დივერსიფიკაციას ხელს შეუწყობს. City ინსტიტუტში ერთ-ერთ ლოგიკურ და პერსპექტიულ მიმართულებად ეგრეთ წოდებული ლურჯი ეკონომიკის და მასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საქმიანობის განვითარებას მიიჩნევენ. ლურჯი ეკონომიკა პირველ რიგში ქალაქის საზღვაო საპორტო ფუნქციის განვითარებას გულისხმობს, ხოლო ბათუმისთვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებად სანაპირო და საზღვაო ტურიზმის განვითარება მოიაზრება.
როგორც ETS Energy-ს ამბუზნებელი მერაბ ლომინაძე BMG-სთან ამბობს, თურქეთის შესაძლოა არ აღმოჩნდეს საქართველოსთვის ელექტროენერგიის სტაბილური მომხმარებელი, რის გამოც კომპანიებმა და სახელმწიფომ ქვეყანაში მოხმარების მდგრად განვითარებაზე უნდა იფიქრონ. თურქეთი, როგორც ცნობილია, საქართველოსთვის დენის ექსპორტით მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ წელს თურქეთში ელექტროენერგია ნაკლები იყო მოთხოვნა, რის გამოც ჰესებს მაისში წყლის დაღვრა გენერაციის ობიექტების გამართვა მოუწიათ. ქვეყანაში არსებული ჰიდროგენერაციის ობიექტებიდან გამომდინარე, ჩვენ იმდენი გვაქვს ზედმეტობა, რომ დამატებითი რესურსის საჭიროებას მე პირადად მაგალითად ვერ ვხედავ დღეის მდგომარეობით. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ნესკრა, ხუდონი, ნამახვანი იყოს დღეს ამოქმედებული, ამ შემთხვევაში მაისის თვეში რა გვეშველებოდა ჩვენ 25 წელს. ანუ რაც დავყვარეთ წყალი, ამაზე რამოდენიმეჯერ მეტი რესურსის გაფლანგვა მოგვიწევდა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავფიქრდეთ შიდა ადგილობრივ მოხმარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა გაგვაჩნია როგორც ქვეყანას კერძო სექტორში თურქეთის რესპუბლიკასთან, მიუხედავად მათი დანაპირებისა, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ დაახლოებით 500-700 მეგავატის ექსპორტ დადგმული სიმძლავრე მაქვს მხედველობაში ექსპორტ თურქეთში, ეს არ მოხდა. აი ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ თურქეთი შეიძლება არ აღმოჩნდეს ჩვენი ელექტროენერგიის მდგრადი მომხმარებელი. სწორედ ამიტომ უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყნის შიგნით მდგრად მოხმარებაზე. კრედა აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე BMG-თან ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მისი განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა ბიუროკრატიაა, რაც პროცესებს მნიშვნელოვნად აჭიანურებს, არა და ბიზნესისთვის თითოეული დღე და წუთი მნიშვნელოვანია. ამ მხრივ და პრობლემისგან თავის არიდების მიზნით მელიქიძის შეფასებით ბიუროკრატიის შემცირება და ერთი ფანჯრის პრინციპის შემოღება ეფექტიანი იქნება, რითაც ნებისმიერი უწყება ერთმანეთთან კოორდინირებულად იმოქმედებს. Erzо sektori ამზადებს პროექტებს, მუშაობს 24 საათიან რეჟიმში იმისათვის, რომ მოახდინოს რაც შეიძლება მეტად ჩვენი ქვეყნის პოტენციალის ათვისება და ბუნებრივია ეს ყველაფერი უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო სტრუქტურებთან, გადაწყვეტილების მიღებებთან და პოლისი მეიკერებთან. ამ ნაწილში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იწელება ეს პროცესი და ბიზნესისთვის თითოეული დღე, თითოეული წუთი, თითოეული კვირა არის ფული და დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიუროკრატია მინიმუმამდე დავიყვანოთ, ერთი ფანჯრის პრინციპი შემოვიღოთ, სადაც ნებისმიერი უწყება ამ ერთი ფანჯრის პრინციპის საფუძველზე მოახდენს კოორდინაციას, კოლაბორაციას ერთმანეთთან და წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას დათქმულ დროში. და ამას არ დაჭირდება წელიწადი, წელიწადნახევარი ან 2 წელი. საქართველოში შექმნილ რეალობაზე ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეარჩია თელარ გელანტიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10:30-ზე დაიწყება. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი. არა კერძო ინვესტორმა, არამედ სახელმწიფომ უნდა ააშენოს. ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წელი. სადაც სახელმწიფო სჭირდება, ყველა ჰესი აშენდება. ვიქნებით პრინციპულები. ირაკლი კობახიძე 2025 წელი. რა უფრო ჭარბობს ენერგეტიკაში, სიტყვა თუ საქმე? რამდენად მიმზიდველია საქართველოს ენერგეტიკა საინვესტიციო და რა აწუხებთ ინვესტორებს ყველაზე მეტად? დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გრედას აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე. წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და პირველ რიგში რა თქმა უნდა განვლილი კვირის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამერიკული საფონდო ბირჟისათვის იყო ფენომენალური. მარტივად შევაფასებ, რადგანაც ზრდა, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ, იყო საშუალოდ 3.5% ფარგლებში, რაც ყველანაირი სტანდარტით არის უბრალოდ დაუჯერებელი შედეგი. ამ ყველაფრის ფონზე ამერიკული ინდექსების შეფასება დღეს უკვე ავიდა ახალ რეკორდულ ნიშნულზე, ანუ მარტივად რომ გითხრათ, ამერიკული კომპანიების საშუალო საბაზრო კაპიტალიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. ამ ყველაფერს კი რიგი ფაქტორები განაპირობებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს აღმოსვლის დინამიკა დღესაც, აი ამ წუთასაც გრძელდება და სავარაუდოდ კიდევ კარგი ხანი გაგრძელდება, თუ კი რაღაც ფუნდამენტურად არ შეიცვალა და ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად არ გაუარეს და რაც ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჰორიზონტზე არ ჩანს. აღმასვლის
დეტალებზეც უნდა ვთქვათ თავად ორიოდე სიტყვა. თავდაპირველად ანუ წლის დასაწყისში იყო ესეთი მოლოდინი და შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ შვიდელულში შემავალ ტექნოლოგიურ გიგანტებს, ანუ Apple-ს, Amazon-ს, Meta-ს, Microsoft-ს, Google-ს, Nvidia-ს და Tesla-ს ჰქონდათ გარკვეული ჩამორჩენა ძირითად ფლაგმანურ ინდექსთან, S&P 500-თან შედარებით, მაგრამ ახლა უკვე ეს სპეკულაცია არის დასრულებული, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა გადაინაცვლეს ისევე მატარებლის სათავეში და ახლა სწორედ ისინი უძღვებიან ამ აღმასვლას, რადგანაც ბოლო პერიოდში ყველაზე კარგი შედეგი სწორედ აი ამ კომპანიებს აქვთ. თავად ამ აღმასვლის განმაპირობებელი მთავარი მიზეზიც კი რა თქმა უნდა არის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა, რადგანაც ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ AI-ით ყველაზე მეც სარგებელს მიიღებენ ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც თავად მუშაობენ თავიანთი AI მოდელების განვითარებასა და დახვეწაზე. ამ ყველაფრის ფონზე ბოლო პერიოდში რეკორდულად არის გაზრდილი Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც ამჟამადაც საერთოდაც პლანეტის ყველაზე მსხვილი კომპანიის სტატუსს იკავებს და მისი კაპიტალიზაცია არის დაახლოებით 3 ტრილიონ 800 მილიარდი დოლარის ფარგლებში და თუ ასე გაგრძელდა Nvidia-ს აღმასვლა, ალბათ ორ კვირაში უკვე ის გახდება ისტორიაში პირველი კომპანია, რომელიც მოიპოვებს 4 ტრილიონ დოლარიან კაპიტალიზაციას, ანუ ის იქნება პლანეტაზე ლამის ყველა ქვეყანაზე უფრო დიდი ეკონომიკის შეფარდებასთან მიმართებით, თუ კი რა თქმა უნდა არ გამოვაკლებთ ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კოლექტიურ ევროკავშირს და ასევე იაპონიასა და შეიძლება გერმანიას. სხვა დანარჩენ ქვეყნებს უბრალოდ ეკონომიკის მოცულობითაც კი გადაუსწრებს Nvidia-ს კაპიტალიზაცია. ეს რა თქმა უნდა არის ფენომენალური შედეგი და ამას განაპირობებს, როგორც გითხარით, ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნის ზრდა და იმ შიშების გაქარწყლება, რომ შეიძლებოდა ხელოვნური ინტელექტი ყოფილიყო დროებითი ბუმი, წარმავალი ტენდენცია ან რაღაც მსგავსი. არა, ხელოვნური ინტელექტი არსად არ მიდის პირიქით. ის აქ დარჩება და საბარავდოდ ძალიან ბევრ ადამიანსაც სამუდამოდ ჩაანაცვლებს. მოკლედ, აი ამ ყველაფრის ფონზე ამერიკული საფონდო ბირჟა ძალიან მკვეთრად იზრდება და თანაც ამას ისიც ემატება, რომ ბოლო პერიოდში გაქარწყლდა ის გეოპოლიტიკური რისკები და შიშები, რაც აქამდე არსებობდა ბაზარზე. ჯერ იყო და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, მეორე იყო ჩინეთთან დაპირისპირება, უკვე ისიც ვიცით, რომ ჩინეთთან ამერიკას უკვე გაფორმებული აქვს სავაჭრო შეთანხმება, ახლო აღმოსავლეთში ნახეთ ბიორმა სპირიტმა რაც ქნა და საბოლოო ჯამში ყველანი ვხედავთ, რომ ამერიკა არსად არაპირებს წასვლას, ისე სახელმწიფოობას არც ერთ ქვეყანას არასოდეს არ დაუთმობს და ამის ფონზე გაქცეული კაპიტალი, რომელიც ჯერ იყო და აზიაში წავიდა და შემდეგ ევროპაში ახლა უბრუნდება ისე Wall Street-ის საფონდო ბირჟას, ანუ ადგილს, სადაც იზრდება კაპიტალი და სადაც იდება რეკორდული შედეგები, ხოლო ეს შედეგები დღეს არის სწორედ აი ასეთი S&P 500-ის შემთხვევაში ეს არის +0.32%, Dow Jones-ის ინდექსთან ეს არის +0.53%, Nasdaq-თან კი ვხედავთ +0.31%, როგორც ხედავთ, S&P 500 ამჟამად იმყოფება ისტორიულ მაქსიმუმზე, Nasdaq-იც სწორედ იქ არის და ალბათ ძალიან მალე Dow Jones-ის ინდექსსაც ექნება ანალოგიური შედეგი, როგორც გითხარით. სათავეში არის დიდი ტექნოლოგიური სექტორი და ეს ტენდენცია ალბათ მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგანაც ტექნოლოგიური გიგანტების ჯობნა ფინანსური შედეგებით ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ პლანეტაზე არის უბრალოდ შეუძლებელი. მოკლედ, ამერიკა წინ მიდის, ევროკავშირი კი უკან, რადგანაც ევროკავშირის ბაზრიდან ბოლო 2 კვირის განმავლობაში რეკორდულად გაედინება კაპიტალი. ახლა ის რომ მარტივ ენაზე ვთარგმნოთ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები, რომლებმაც თავის დროზე ტრამპის შიშის გამო კაპიტალი გაიტანეს ამერიკიდან და ჩადეს ევროპულ აქციებში, ახლა ევროპულ აქციებს ყიდიან, ევროპულ ფონდებს იშორებენ და თავიანთ ფინანსურ რესურსებს აბრუნებენ Wall Street-ის საფონდო ბირჟაზე, რადგან ხვდებიან, რომ ევროპაში ინოვაცია არ იქმნება. ძალიან დიდი ხანია უკვე ევროპაში არაფერი გამოუგონიათ და ალბათ ეს ტენდენცია არც ხვალ არ დასრულდება, შესაბამისად, მათ ურჩევნიათ, რომ ფული Nvidia-ში, Meta-ში და Google-ში ედოთ, ვიდრე ევროპულ კომპანიებში, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ისედაც არის მიბმული წარმავალ სექტორებზე. ერთ-ერთი ასეთი სექტორი კი არის მოგეხსენებათ მოდის ინდუსტრია, სადაც ყველაზე მეტი ევროპული კომპანია არის წარმოდგენილი და რომელსაც ბოლო პერიოდში იმდენად ცუდი შედეგი აქვს, რომ არ ვიცი, მოდის ინდუსტრიის ინვესტორებს სანუგეშოთ საქმე ნამდვილად არ აქვთ და მათ არც ერთი ტენდენცია არ ახარებს, რადგანაც ხელოვნური ინტელექტის განვითარება მოდის ინდუსტრიას სარგებელს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ მოუტანს. მოკლედ, ამის ფონზე ევროპულ კომპანიებს აქვთ არასახარბიელო საქმე და ეს რა თქმა უნდა ძირითადი ფლაგმანური ინდექსის შეფასებაზეც მკაფიო დაისახება და სწორედ ამიტომაც ხედავთ, რომ ევროპული 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის შემცირებული 0.42%-ით. აქვე უნდა ვისაუბროთ აზიის ბაზარზეც, ჩინეთთან მიმართებით პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რადგანაც ინვესტორებს
მოსწონთ ის ყველაფერი რაც ხდება ჩინეთთან მიმართებით, კერძოდ ტრამპმა როგორც ვიცით მიაღწია უკვე სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთთან და ის წესით საჯარო გახდება ძალიან მალე და ამას ალბათ უკვე მოხვება ტრამპისა და სი ძინპინის პირდაპირ შეხვედრა, რომელზედაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული და ეს იქნება ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი ურთიერთობების ნორმალიზებისაკენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოს შორის. ამის ფონზე შანხაის ინდექსი აფიქსირებს +0.58%. აგრეთვე ნიკეის ინდექსაც აქვს ძალიან კარგი შედეგი იაპონიის შემთხვევაში +0.83% გვაქვს, რადგანაც იაპონია და ამერიკა ზოგადად კაპიტალისა და ინოვაციის კუთხით არიან მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან და როგორც წესი ამერიკული ბირჟის აღმასვლას მოყვება ხოლმე იაპონური ბირჟის დას, რადგანაც იაპონური კომპანიების უმეტესობა არის ისედაც მაღალ ტექნოლოგიურ სექტორში, ხოლო მათი ბიზნესებისა და ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაკავშირებული ამერიკასთან. შესაბამისად, როდესაც ამერიკის ეკონომიკა და ამერიკული ბირჟა იზრდება, მაშინ მეორეული ეფექტით ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება იაპონიაზეც, ეს კი რა თქმა უნდა ინვესტორებმა იციან, მათ მოსწონთ ეს დინამიკა და ამიტომაც ხედავთ, რომ ნიკეის ინდექსის შეფასება, რომელიც ფლაგმანური იაპონური ინდექსია, 40,000-იან ნიშნულს გადაცდა და თუ ეს ასე გაგრძელდა, შეიძლება უკვე ალბათ ერთ თვიან პერსპექტივაში იაპონიის საფონდო ბირჟამ მიაღწიოს რეკორდულ ნიშნულსაც კი, რაც გასაკვირი არავისათვის უკვე აღარ უნდა იქნეს. დროა გადავინაცვლოთ უკვე ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც დაღმასვლა გვაქვს პირიქით, რადგანაც სპეკულაცია არის დასრულებული, ახლო აღმოსავლეთში არავინ აღარ მოელის კონფლიქტის ესკალაციას, არც ყურის ჩაკეთვას, არც ირანის მხრიდან რეტალიაციას და ამის ფონზე ნავთობი რა თქმა უნდა დაუბრუნდა იმ წერტილს, სადაც ის უნდა იმყოფებოდეს. ერთთვიან პერიოდში და ერთ კვირიანში, როგორც ხედავთ, გვაქვს კლება, ერთ კვირაში -7%-ია საშუალო ნავთობთან, ბრენტის ფასი არის უკვე დაახლოებით $67, WTI კი $65 ვაჭრება. ასევე კლება გვაქვს ბუნებრივ აირთანაც, ამ შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი არის -19% და მეგავატი საათი ენერგიის ფასი შეადგენს ამ ეტაპზე 23 ევროს. რუსული ნავთობი საერთოდაც ლამის 13%-ით არის გაიაფებული, რადგანაც ინვესტორები უკვე ხვდებიან იმას, რომ არაფერი იქ არ მოხდება და რომც მოხდეს ამ ყველაფერში უკვე ამერიკა იმდენად არის ჩარეული, რომ ამ ყველაფერს ვერ ექნება გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი ნავთობის გლობალურ მიწოდებაზე, ანუ იმისი შიში და მოლოდინი, რომ გლობალურ ბაზარზე შეიძლება რაღაც რადიკალური დეფიციტი წარმოიშვას ნავთობთან მიმართებით, ეს უკვე არის გაქარწყლებული და როდესაც შიშები და რისკები არის გაქარწყლებული, ამ დროს ენერგორესურსების ფასები ეცემა, რადგანაც როგორც წესი, ნავთობის ფასის ძალიან დიდი ნაწილი არის დამყარებული სამომავლო მოლოდინებზე და პროგნოზებზე. ნავთობი არის საბირჟო საქონელი, რომელიც ივაჭრება ფიუჩერსებით, ანუ სამომავლო კონტრაქტებით, შესაბამისად ფასი, რომელსაც დღეს იხდიან მომხმარებლები და მათ შორის ტრეიდერები, ეს ფასი გარკვეულწილად ითვალისწინებს სამომავლო მოლოდინებს, ხოლო მოლოდინები არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ ნავთობის მიწოდება შეიძლება შეიზღუდოს. არა, ამას არავინ აღარ მოელის, ამიტომაც ფასი არის შემცირებული. აქვე ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც საკმაოდ სტაბილურია, აი ამის თქმა შეგვიძლია, დიდად გამორჩეული შედეგი მას აღარ აქვს და ფასი არის $3,295 ფარგლებში. ერთ თვეში, როგორც ხედავთ, კორექცია არის უკვე 2.5%-იანი, რადგანაც სავაჭრო ომთან მიმართებით რისკები არის შემცირებული, ახლო აღმოსავლეთში რისკები უკვე მნიშვნელოვნად არის შემცირებული და როდესაც რისკები ეცემა, ამ დროს ოქრო თავისი არსით ხდება არამიმზიდველი აქტივი და თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კაპიტალს აქვს ალტერნატიული დანახარჯი და როდესაც ალტერნატიული დანახარჯი არის ის, რომ შეიძლება ამერიკულ საფონდო ბირჟაზე არ გედოს ფული და გედოს ოქროში, რომელიც არ აგენერირებს არაფერს, არც დივიდენდს, არც პროცენტულ სარგებელს და არც აქციების უკან გამოსყიდვის საშუალებას იძლევა, მაშინ უკვე ჩნდება ძალიან ლოგიკური შეკითხვა, თუ რატომ უნდა გააჩეროს ინვესტორმა თავისი თანხები ოქროში და არ უნდა გადაიტანოს ამერიკულ ინდექსებში. ამაზე რა თქმა უნდა ინვესტორები ფიქრობენ და ამიტომაც ხედავთ, რომ კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი გაედინება ოქროდან და სწორედ მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ბოლო პერიოდში გითხარით, რომ აქვს რეკორდული შედეგები. ამ ტენდენციის მიუხედავად ოქროს ბოლო პერიოდში მაინც ძალიან კარგი შედეგი აქვს ერთწლიან პერსპექტივაში, როგორც ხედავთ, ოქრო არის გაზრდილი დაახლოებით 41%-ით, რაც პასიური საინვესტიციო აქტივისათვის ცუდ შედეგად ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს. კრიპტოინდუსტრიაზეც ვისაუბროთ. აქაც სტაბილურობა გვაქვს 24 საათიან ჭრილში, როგორც ხედავთ, არის 2%-იანი შემცირება საშუალოდ და ბაზრის საერთო შეფასება შეადგენს $3.430 მილიარდ. 2%-იანი ცვლილება არის მინიმალური, მოგეხსენებათ, ამას ინვესტორები
დიდად ყურადღებით არ აკვირდებიან და ზოგადად 24 საათში ცვლილებები როგორც ხედავთ 1%-დან მაქსიმუმ 5%-ის ფარგლებში, რაც კრიპტოინდუსტრიისათვის უჩვეულოდ დაბალი მერყეობის მაჩვენებელი. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი არის როგორც ხედავთ 107,500-ის ფარგლებში, ეთერიუმი კი დაახლოებით $2,500 ივაჭრება. კაპიტალიზაციას რაც შეეხება ეთერიუმთან ეს არის 298 მილიარდი, ბიტკოინთან კი 2 ტრილიონი 138 მილიარდი დოლარი. აქ უნდა ვისაუბროთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც საქართველოს ბანკის აქციების შეფასება არის რეკორდულად გაზრდილი და დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ვიხილეთ +0.79%. TBC-საც ბოლო პერიოდში ძალიან კარგად აქვს საქმე, აქ 0.76%-ია მატება და როგორც ხედავთ, ის დინამიკა, რომელიც ბოლო პერიოდში ფიქსირდებოდა და იყო დაკავშირებული გარკვეულწილად ფასის სტაგნაციასთან უკვე არის დასრულებული, დაუბრუნდით აღმოსვლაზე და სავარაუდოდ ძალიან მალე TBC-სთან მიმართებითაც ვიხილავთ რეკორდულ შეფასებას. აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის კურსიც, როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით ამ ეტაპზე არის 2.72. ევროს კურსი გვაქვს 3.19, ანუ ლარი ევროსთან მიმართებით ძალიან მკვეთრად არის გაუფასურებული, რაც თავისი არსით არის განპირობებული ევროს გამყარებით, აბსოლუტურად ყველა ვალუტასთან მიმართებით და ზუსტად იგივე რაციონალი და ლოგიკა მოქმედებს ბრიტანულ სტერლინგთანაც, რომელთანაც ლარი აგრეთვე არის გაუფასურებული და კურსი არის ამ ეტაპზე 3.72 და ბოლოს აქვე ლარში ინვესტორების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ ჩვენ ორიოდე სიტყვა. ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.91%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტი სქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს და ხშირად აჭარბებს 10%-ს. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გარიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო მიღებული სარგებლის გატანა, მის მოცულობის გაზრდა ან შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, ჩვენი საქმე საღამოს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. საქმე საღამოში დღეს ბევრს ვისაუბრებთ ინვესტიციებზე, ინვესტორებზე და ზოგადად კაპიტალზე, მათ შორის დღის რიცხვის ფორმატში მოგიყვებით ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი დონაციის შესახებ, რომელიც გაიღო მსოფლიოს ნომერ 1-მა ქველმოქმედმა Warren Buffett-მა, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელმა, რომელიც უკვე საკმაოდ ასაკიანია და როგორც ცნობილია, საკუთარი ქონების უდიდეს ნაწილს უტოვებს ქველმოქმედებას და ეს პროცესი მან რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო, მაგრამ ახლა ბოლო წლებში ძალიან აქტიურად აგრძელებს დონაციებს საქველმოქმედო ფონდების მისამართით. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში. განვლილი 24 საათი მსოფლიოსათვის საკმაოდ რთული, დაძაბული და საინტერესო იყო, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეებს, რომელთაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, სულ რამდენიმე წუთში გაგაცნობთ. დღეს, როგორც ცნობილია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დღეს მსოფლიოში ბევრი რამ ხდება და ახლა საქმე საღამოში სწორედ გლობალურ გეოპოლიტიკაში და ბიზნესში მომხდარ სიახლეებს გაგაცნობთ. ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში უზენაესი სასამართლოს მიერ, რომელმაც პირდაპირ თუ ირიბად გაზარდა უფლებები, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში საუბარია დონალდ ტრამპზე, მაგრამ ცხადია, ამერიკული სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს კონკრეტულ პრეზიდენტთან მიმართებით, არამედ იღებს ინსტიტუციურ გადაწყვეტილებას, რომელიც გავლენას ახდენს ზოგადად ამ ინსტიტუტის, ამერიკის პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარებაზე. მოკლედ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბალი ინსტანციის სასამართლოს პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების დაბლოკვა აღარ შეიძლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოკლედ თუ კი პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებას, ავტომატურად ამ საქმეში არ ჩაერთვება სასამართლო, არამედ საჭირო იქნება, რომ იყოს ეს რა ფორმითაც არის და უკვე მოგვიანებით სხვა ტიპის სამართლებრივი ბერკეტები ჩაერთოს და ახსრულოს სხვანაირად, თუ კი ამის საჭიროება იქნება ზოგადად სამართლებრივ სისტემაში. ამას ძალიან დიდი ხანია თავად დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო ამერიკაში ბოლო პერიოდში იქცა აღმასრულებელ ხელისუფლებად, რადგან ერთადერთად მის წინააღმდეგ ხდება ასეთი რაღაცეები, რომ ასეთია მისი პოზიცია და მისი ფრაზები, რომ როცა ის იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მათ შორის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იყო ესე, სასამართლო ყველაფერს ბლოკავს საკუთარი ინიციატივით, რაც მისი თქმით არის უხეში დარღვევა იმ პრინციპისა, ძალთა გადანაწილების, რომელზეც დგას ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან
ტრამპის მიიჩნევს, რომ მთელი არსი აღმასრულებელი ხელისუფლების და პრეზიდენტის მათ შორის არის, რომ აღასრულოს და სამართალმა უნდა დაარეგულიროს ეს. ხო, ეფექტიანი იყოს და სასამართლომ დაარეგულიროს ეს იმ შემთხვევაში, თუ კი რაღაცა პრობლემა შეიქმნება დაკავშირებულ მხარეებთან შორის და თუ კი ეს არ ხდებოდა საკუთარი ინიციატივით სასამართლო იწყებს რაღაცების გამოძიებას, ეს უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ ხომ არ ფიქრობს ის მოიქცეს როგორც აღმასრულებელი. სწორედ აი ამ ლოგიკურ დებატთან გვაქვს საქმე, რომელიც ახლა მორიგდა და გადაწყდა ამერიკის პრეზიდენტის სასარგებლოდ, მაგრამ მთელი ეს თემა რეალურად უკავშირდება კონკრეტულ კაზუსს, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადების შემთხვევაში უნდა იყოს ადამიანი მოქალაქე თუ არა ამერიკის შეერთებული შტატებისა. ეს თუ ჩვეულებრივი ამერიკელი იბადება, ცხადია, მაგაზე არ არის აქ საუბარი, აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ამერიკაში ჩადიან ჩვეულებრივი ტურისტული ვიზით და იქ აჩენენ ბავშვებს, რადგან არსებობს ასეთი კანონი ამერიკაში, რომ ადამიანი, რომელიც დაბადებულია ამერიკის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, მისი მშობლები რა ეროვნების არიან და ფლობენ თუ არა ისინი ამერიკის მოქალაქეობას, თავად ეს ბავშვი არის ამერიკელი, რაც ძალიან ბევრ ადამიანს უბიზგებს იმისგან, რომ ჩავიდნენ იქ რამდენიმე თვით ადრე, ან შეიძლება უკვე ორსულობის პერიოდში და მოკლედ თავად ბავშვი დაიბადეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მას უფრო კარგი ცხოვრება ჰქონდეს ამოღალ. თამაში ცუდი გარანტირებული პრივილეგიები. ხო, იდეურ დონეზე ამაში ცუდი არაფერი არ არის და ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამას მიმართავს, ეს კარგია და უკეთესი ცხოვრებისკენ მიმართული ერთ-ერთი ნაბიჯია, მაგრამ დონალდ ტრამპის და ზოგადად რესპუბლიკელების პოლიტიკას ეწინააღმდეგება ეს გარკვეულწილად, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს არალეგალური მიგრაციად, რადგან ტურისტული ვიზის დანიშნულება არ არის ის, რომ მოკლედ იქ ჩახვიდე და ბავშვი გააჩინო თავისი შინაარსზე. ეს ხადი ესე პირდაპირ არ არის აკრძალული, რადგან ამას ვერავინ ვერ დაგიშლის, მით უმეტეს თუ კერძო სისტემით სარგებლობ, ჯანდაცვის სისტემით და იქ პრინციპში ისე გაკეთებას გინდა იმას გააკეთებ, მაგრამ იდეურ დონეზე, აი საკანონმდებლო დონეზე სწორედ აი ეს პრობლემა აქვს დონალდ ტრამპს და აი ამ კაზუსიდან დაიწყო პრინციპში ყველაფერი და ახლა როგორც ჩანს ამ საკითხის გადაწყვეტა შტატებს თავად მოუწევთ შტატების ხელისუფლებების დონეზე, რომ მოკლედ მისცენ თუ არა უფლება მათ შტატში, მათ ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა თუ არ. ეს არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ნაბიჯი საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლის მიმართულებით, რომელსაც დონალდ ტრამპი ბოლო პერიოდში დგამს, მაგრამ ასევე ცხადია, ვიცით, რომ არის მასობრივი დაკავებები და ამის დეპორტაციები და ძალიან დიდი პროტესტები ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რადგან ის პოლიტიკა, რომელიც ტრამპა დაანონსა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით თავის დროზე, ახლა გადის სწორედ აღსრულების ფაზაზე. კი. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ერთ-ერთი, რომელიც სხვათა შორის სასამართლოს მხრიდან არ იქნა დადასტურებული, უკავშირდებოდა TikTok-ის აკრძალვის საკითხს. მოგახსენებათ, უზენაესმა სასამართლომ განიხილა თავისი არსით პრეზიდენტის ეს აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც იყო გამოცემული ჯო ბაიდენის მიერ და დაასკვნა, რომ TikTok-ის აკრძალვა ამერიკაში იყო ლეგალური. თუმცა ტრამპმა შემდეგ სასამართლოს ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გადაავადა. ვინაიდან მას აქვს ასეთი ბერკეტი, კიდევ ერთი აღმასრულებელი ბრძანება აღსრულების მექანიზმის გადავადებისა. ცხადია, სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია, რომ რამდენიმე თვით, ასე ვთქვათ, დრო გაწელოს იმისათვის, რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს უშუალოდ გადაწყვეტილებაში, იმიტომ რომ გადაწყვეტილება არ გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ TikTok-ის აკრძალვას. აქ იყო ერთი, ასე ვთქვათ, წინაპირობა. წინაპირობა ის იყო, რომ TikTok-ი უნდა გასხვისებულიყო ამერიკელ ინვესტორზე. ანუ მისი 51%-იანი წელის ფლობელი მინიმუმ უნდა ყოფილიყო ამერიკული მხარე, ხოლო მონაცემები, რომელსაც TikTok-ი დაამუშავებდა და შეინახავდა, უნდა შეინახულიყო ამერიკის ტერიტორიაზე ფედერალური კანონმდებლობის ფარგლებში. ეს იყო მთავარი დათქმა. ვინაიდან TikTok-ის გასხვისება არ არის მარტივი, რადგანაც ეს არის კოლოსალური ზომის სოციალური ქსელი, რომელსაც აქვს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ალგორითმი, რომელსაც მართავს ჩინური კომპანია, რომელიც თავისი არსით ბაზირებული არის ჩინეთში. აი ასეთი აქტივის გაყიდვა ესე ურდღეში არ ხდება, მას ვერ გაიტან ბირჟაზე და ფასს ვერ დაადებ. TikTok-ი რა ღირს ეს არის გაუგებარი, რა ღირს ალგორითმი ცალკე ეგ ცალკე საკითხავია და რამდენად უღირთ საერთოდაც ინვესტორებს ასეთი გეოპოლიტიკური აქტივის შეძენა ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგანაც TikTok-ს თან უკან მოყვება ძალიან დიდი პირობები, როგორც ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მხრიდან, ასევე თავად ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ინვესტორებს მაინც ძალიან უნდათ ამ სარისკო აქტივის ყიდვა, რადგანაც TikTok ეს არის უდიდესი სოციალური ძალა, უდიდესი სოციალური გავლენის მოხდენის მექანიზმი, რომელიც ამავდროულად არის ერთ-ერთი საუკეთესო მარკეტინგული
პლატფორმა პლანეტაზე და პრინციპში ერთადერთი კონკურენტი მეტას სოციალური ქსელების წინააღმდეგ, რადგანაც მეტას მეტი კონკურენტი ფაქტობრივად არ ყავს თუ კი რაღაც X არ ჩავთვლით, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით მეტას კონკურენტად რა თქმა უნდა არ განიხილება. მოკლედ, როგორც ტრამპი ამბობს, უკვე გამოჩენილი არიან ინვესტორები, რომელთაც TikTok-ის შეძენა უნდათ, დადასტურებულად ვიცით ადამიანებიო, რომლებიც აპირებენ ძალიან დიდი თანხის გადახდას და მათ ვინაობას გაგაცნობთ დაახლოებით 2 კვირაშიო. ამას ამბობს თავად პრეზიდენტი და 2 კვირა არის ძალიან საინტერესო და ეს ზუსტად ემთხვევა იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ამერიკა აპირებს სავაჭრო შეთანხმების გასაჯაროებას, რომელიც გაფორმდა ჩინეთთან და სავარაუდოდ შეიძლება სწორედ მომდევნო 2 კვირაში ამერიკის მაღალჩინოსნებს შორის გაიმართოს შეხვედრა, მათ შორის არ გამოირიცხება პოტენციურად ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა, რომელზედაც შეიძლება გარიგების ერთ-ერთი პუნქტი ყოფილიყო TikTok-ის გასხვისება, რადგანაც TikTok-ს სი ძინპინის გარეშე ვერავინ ვერ გაასხვისებს და ვერავინ ვერ იყიდის, თუ კი რა თქმა უნდა, ჩინეთის მხრიდან ამაზე არ იქნება მწვანე შუქი ანთებული და როგორც თქვი, ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სადაბო საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, როგორც ჩანს, სწორედ განვლილი 3-4 დღის განმავლობაში იქნა მიღწეული შეთანხმება, რომელზედაც დასტური არსებობს პოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკისა და ჩინეთის მხრიდან და ახლა მხოლოდ არის დარჩენილი მისი გაფორმება და სავარაუდოდ ინვესტორი, რომელიც შეიძენს TikTok-ს, არის ერთ-ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, რადგანაც ჩვენ წინა თვეებიდან გამომდინარე ვიცოდით, რომ დაინტერესებულები იყვნენ როგორც Oracle-ის, ასევე Microsoft-ის, Meta-ს და სხვა დიდი ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლები. ამ კომპანიებს აქვთ ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებთან წვდომა და რეალურად მხოლოდ მათ შეუძლიათ ისეთი ძვირადღირებული აქტივის შეძენა, როგორიც არის TikTok-ი. მაგრამ კონკრეტულად ვინ იქნება ეს ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ დონალდ ტრამპმა განაახლა რიტორიკა კანადის წინააღმდეგ გარკვეულწილად და საერთოდაც არ მხოლოდ განაახლა რიტორიკა, არამედ ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაც კი მიიღო გასულ უქმეებზე, როცა ამერიკასთან შეაჩერა სავაჭრო ურთიერთობა, სავაჭრო მოლაპარაკებები, რადგან ეს განპირობებული იყო იმ გადაწყვეტილებით, რომელიც 1 წლით ადრე ჰქონდა კანადის ხელისუფლებას მიღებული, რომელიც დამატებით 3%-იანი ტარიფის დაწესებას, გადასახადის დაწესებას უпроსტოდ ითვალისწინებს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ციფრული სერვისების აქტი ქვია ამ კანონმდებლობას და ის ეხებოდა იმ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ გარკვეული ტიპით დარეგისტრირებულნი არიან როგორც იურიდიული კომპანიები, როგორც იურიდიული პირები და კომპანიები კანადის ტერიტორიაზე, მათ შორის Amazon-ი, Meta, Google-ი, ძირითადად 3 ეს მოთამაშე არის, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, რომ 3% დამატებით გადაიხადონ გადასახადების სახით, 3% ასე პროცენტულად ბევრს არნიშნავს, მაგრამ ეს 10 მილიარდი დოლარის მაჩვენებელია სწორედ Amazon-ის კომპანიებისთვის და ეს ხადია დიდი ფულია და ეს გადაწყვეტილება როგორც ვთქვი 1 წლის წინ იყო მიღებული, მაგრამ ახლა მოკლედ გადახდა უწევდათ ამ კომპანიებს და სწორედ გადახდამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდა ეს დონალდ ტრამპს უთხრეს ამ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომ ასეთი რამე გიგმეუდა და შეწყდა ყოველგვარი მოლაპარაკებები კანადასთან. მოგვიანებით კანადამ საღი აზრი გამოიჩინა და თქვა, რომ გაიწვევს იმ კანონს უკან და შესაბამისად ამერიკულ კომპანიებს ამის გადახდა არ მოუწევთ. მათ ისედაც თქვეს, რომ ეს ერთ-ერთი სალაპარაკო თემა უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს იქნებოდა ასე თუ არა, ეს არავინ არ იცის და საბოლოო ჯამში რაც გააკეთა ტრამპმა, ის არის, რომ ამერიკულ კომპანიებს დამატებით შეიძლება ითქვას შეუნარჩუნა გარკვეული დოზით რამდენიმე მილიარდიანი შემოსავალი. კი და აქ მხოლოდ რამდენიმე მილიარდზე არ არის საუბარი. რეალურად ტრამპი არ უშვებს იმის პრეცედენტს, რომ რომელიმე ქვეყანამ პირობები წაუყენოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რადგან სადაც კანადა ცდილობს, რომ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს დამატებითი გადასახადი დაუწესოს, რა აჩერებს მაშინ ევროკავშირს, ავსტრალიას, იაპონიას და ან თუდაც ჩინეთს. ეს სავარაუდოდ გამოიწვევდა პრეცედენტული, ასე ვთქვათ, მოვლენიდან გამომდინარე სხვა ქვეყნების აყოლას და ბოლოს მივიღებდით იმას, რომ ამერიკა როგორც სახელმწიფო დაკარგავდა მილიარდობით დოლარის შემოსავალს ყოველწლიურად და ეს იქნებოდა ამერიკელი ინვესტორებისათვის დიდი დარტყმა და ამერიკის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, თავისი მოსახლეობისა და ინვესტორების დაცვა, ამაში ტრამპის გამტყუნება არის უბრალოდ შეუძლებელი. სხვათა შორის, როგორც კი ეს ყველაფერი მოხდა კანადასთან მიმართებით, მაშინვე ტრამპმა გააცოცხლა რიტორიკა ტრამპის მხრიდან ესეთი რიტორიკა, რომელიც უკავშირდება კანადის 51 შტატად შემოერთებას. მან კიდევ ერთხელ ახსენა, რომ ეს კანადისთვის იქნებოდა უკეთესი, რადგანაც ეს ქვეყანა შეძლებდა განვითარებას უკეთეს გარემოში, რაც არის ამერიკული კანონმდებლობა, რაც არის ამერიკული სისტემა და ამერიკული ჯარი და მათ შორის ამერიკული საფონდო ბირჟა და აქვე იმასაც ამბობს ტრამპი, რომ კანადა
არის დამოკიდებული ამერიკაზე, მაგრამ ამერიკა არ არის დამოკიდებული კანადაზე, რადგანაც ის ყველაფერი, რასაც კანადა აწვდის ამერიკას, შეიძლება იქნეს ჩანაცვლებული სხვა ალტერნატიული მიმწოდებლების მხრიდან, ძირითადად რესურსებზე არის აქ საუბარი, ხოლო ის, რასაც ამერიკა აწვდის კანადას, შეუძლებელია ჩანაცვლდეს, რადგანაც ამას მხოლოდ და მხოლოდ ამერიკა ქმნის პლანეტაზე, ვინაიდან ის არის რეალურად გარკვეულწილად ზოგიერთ საკითხებში მონოპოლი. ამერიკას აქვს ამჟამად ინოვაციაზე და ტექნოლოგიაზე ფაქტობრივი მონოპოლია ყველანაირი მიმართულებით და რა თქმა უნდა, როდესაც წვდომა შეგიწყდება ამერიკულ ტექნოლოგიასთან, მაშინ უკვე შენი ამბავი როგორც ქვეყნისა არის ფაქტობრივად დასრულებული. ცხადი აქამდე ალბათ ეს ამბები არ მივა, უფრო მეტად აქ საუბარი არის საბაჟო შეთანხმების გაფორმებაზე, რომელიც ძალიან მალე ალბათ გაფორმდება და რომელშიც უკვე ყველანაირად ჩახშობილი იქნება კანადის, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ინტერესები, რადგანაც ტრამპი ჩვენ ვიცით, რომ არავისგან არ დათანხმდება ისეთ პირობას, რომელიც შეიძლება ამერიკისათვის არ იყოს მაქსიმალურად მოგებიანი. ამაზე ტრამპი არ წავა, მისი პიროვნება ამისი დასტურია და ამერიკა რა თქმა უნდა არ არის იმ პოზიციაში, რომ ვინმეს რამე დაუთმოს. ეს არის ზესახელმწიფო და მას აქვს მოლაპარაკების ბერკეტები. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო, უკავშირდება ევროპის კონტინენტს, უკავშირდება უნგრეთს, სადაც მოკლედ სანქციები იყო დაწესებული პაკშის ატომურ ელექტროსადგურზე წლების განმავლობაში, რადგან ეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც უნგრეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ატომურია და შესაბამისად აძლევს საშუალებას, რომ ძალიან იაფი, ძალიან გრძელვადიანი და მდგრადი ელექტროენერგია მოიპოვოს, რაც ქვეყნის შიგნით ენერგორესურსებზე, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებაში ამცირებს და თან ყველაფერს გაიაფებს, მაგრამ ეს პროექტი ხორციელდებოდა რუსული როსატომის ჩართულობით, ეს არის სახელმწიფო კომპანია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც სწორედ ატომური, როგორც სახელიდან ჩანს, ატომური ენერგიით და სხვა მსგავსი დანადგარების და ქარხნების აშენებით არის დაინტერესებული. ის ხადი არის სახელმწიფო კომპანია, პირდაპირ კონტროლდება კრემლის მიერ და შესაბამისად მასთან ურთიერთობა სანქციების გამო არის შეზღუდული და ეს ხადია იყო ასე უნგრეთთან მიმართებითაც შეიძლება უნგრეთის ხელისუფლებამ პირობითად რამე საკანონმდებლო წესი შეიმუშაოს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკის მხრიდან ეს სანქცირებული იყო წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის, რადგან სანქციები არის მოხსნილი და სავარაუდოდ შეძლებს უნგრეთი რომ გააგრძელოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განვითარება, რომელიც წესთა რიგით ძალიან დიდ დოვლად შეუქმნის ქვეყანას, რომელიც მათ შორის მთლიანად ევროპის ჭრილში ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ომი და ამან გამოიწვია ძალიან დიდი ენერგოკრიზისი. ხო, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიძაბლა სხვათა შორის ურთიერთობა განვლილი 3-4 დღის განმავლობაში, ვინაიდან ეკატერინბურგში ჩატარდა რეიდები, რომელსაც ემსხვერპლა 2 აზერბაიჯანის მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის რამდენიმე არის მძიმედ დაშავებული და სწორედ ამის საპასუხოდ აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიება გააუქმა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში არის გამოყენებული სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც მთავრობას აძლევს საშუალებას, რომ მსგავსი ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ქმედებები ჩაახშოს. აქ ეს არის სრულად პოლიტიკური მესიჯი, რომელიც ემსახურება გარკვეულწილად რუსეთისთვის პასუხისგაცემას. ამ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკვე არის საკმაოდ რთულ ვითარებაში გადასული და შეიძლება მას დამატებითი ესკალაციას მოჰყვეს, თუ კი რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან სათანადო ახსნა განმარტებები არ იქნება გაკეთებული. ესეთი ამბები არის სოფლიოში, ჩვენ კი კიდევ ერთი ამბავი გაგვჩნდა თქვენთვის მოსაყოლი ინვესტიციების თაობაზე, მაგრამ მას ზუსტად 1 წუთში გაგაცნობთ ახალი ამბების მოგრე კოლაჟის შემდეგ. მეტროსადგური ვარკეთილი 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. ამის შესახებ ქალაქის მერმა კახაკალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც მგზავრთა გადაადგილებას ტექნიკურად შეუძლებელს გახდის. სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებისა და საცობების განტვირთვის მიზნით ნოე-ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა-ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარე სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. ეს განცხადებას კახაკალაძემ გააკეთა. მისი თქმით, სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად ნაწილობრივ შეიზღუდება. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმართულებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია რაიონული გამგეობების საქმიანობა. როგორც ცნობილია, რაიონულმა გამგეობებმა თბილისში ჯანდაცვისა და სოციალურ საჭიროებებზე 400 მილიონი ლარი დახარჯეს.
უორენ ბაფეტმა 5 საქველმოქმედო ფონდს ქველმოქმედების მიზნით ჯამში 6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გადასცა, რაც მსოფლიოს ნომერ 1 ფილანტროპის მორიგი ამ დროისთვის უმსხვილესი ტრანზაქციაა. ჯამში ბაფეტმა წლების განმავლობაში Berkshire Hathaway-ის 12.400.000 აქცია გასცა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ თანხის დიდი ნაწილი უორენ ბაფეტის დიდი ხნის მეგობარმა და აგრეთვე არანაკლებად მნიშვნელოვანმა ფილანტროპმა Bill Gates-მა და მისმა ფონდმა მიიღო. ამ ყველაფრის ფონზე უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის თითქმის 14%-იან წელის მფლობელი რჩება. ბოლო დონაციამდე ინვესტორის ქონება 152 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებდა. აქციების გაცემის შემდეგ ბაფეტი რეიტინგში მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა და დროთა განმავლობაში სავარაუდოდ აღნიშნული სიდან საერთოდაც ამოვარდება, რადგან საკუთარ ქონებას ის თითქმის სრულად ქველმოქმედებას ტოვებს. ასეთი იყო 30 ივნისის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ გეოლდება თელარა გელანტიას საავტორო გადაცემა წერტილი. ჩვენ კი ხვალ აპტიკებში ვტობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.